გამარჯობა. როგორ ხართ? ბატონო რატი? ძალიან კარგად, თავად როგორ ბრძანდებით? აი მე ცუდად, იმიტომ რომ ქოსების საქართველოში როგორ უნდა ვიყო აბა. შენ როგორ ხარ? კარგად, მე ეს მაინტერესებს თორე ხა. იქნება გაგვიზეა რომ შენი ფორმულა კარგად ყოფნის. მე კარგად ვარ, იმიტომ რომ საქართველოს ნაკრებმა 6-1 მოიგო. აჰა, ხო, ეგ მეც დამავიწყდა როგორ აი. ესე ძლივს აბრწყინდა იბერია რა, აი მას ველოდებოდა მეთქი რაღაც აკლია ამ ქვეყანას ეკონომიკა დუცებს ვიბარებთ თემაზე რა. ნურემბერგის ტრაილზე ვიბარებთ ნაცებს და რავი კიდე რავი შვიდობა გვაქვს და რავი რაღაცა მაკლდა. აი ეს იყო სონხებსაც მოუგეთ და ჩვენი უდიდესი მტერიც დავამარცხეთ მოკლედ და არა მარტო მოუგეთ, მგონი ვცემეთ კიდე სტადიონზე ან ისევ გარსველდა. არ ვიცი, ანუ რა მოხდა ვაფშე არ ვიცი. ვიღაცებმა იჩხუბეს ეგ ვიცი და მე მეორე დღეს ქართველი ლიბერალები აღშფოთებულები იყვნენ და სხვათა შორის ქოცები ამბობდნენ რომ ნაცებმა ჩაგვიდეს ეს ქცევაო, მაგრამ არ ვიცი ვაფშე რა მოხდა. შენ თუ იცი? ვიღაც ბავშვებმა ამეც არ ვიცი ეს კონკრეტულად ბოთლები ესროლეს სომხეთის გულშემატკივრებს რაღაც ეგეთი მოხდა. მაგრამ ნუ მთავარი ფაქტი ისაა რომ ბავშვებმა გააკეთეს ეს ყველაფერი და ხო მე დაბრალდა იმ ბავშვებს რომლებიც ახლა ციხეში არიან რომ აი მაგათს რო არ ვსჯით სამაგალითოდ იმიტომ ესენი გამოვიდნენ ქუჩაში. სხვათა შორის უნდა აღინიშნოს რომ აქციაზე შენ არა, მაგრამ მე და ლუკა რო ვიყავით ერთხელ იქ ბავშვები იყვნენ, ყველა ძალიან მოტივირებულები. აი მე პატარა ბავშვებს ვლაპარაკობ ერთი 10-დან 12 წლამდე რო იქნებოდნენ რა, რაღაც იმებზე ძურებოდნენ და არა მშვიდობიანი პროტესტით აპროტესტებდნენ მოკლეს ამას. ხო და მე ეგ სხვათა შორის მაგაზე კონცეფტს აქვთ. პასუხისაგები მაგაც შემოიღეს ისკანური რომ არაზრდასრულების დასჯა არ შეიძლება ხო გახსოვს ეგ მაგათი მოგონილია. კი, ანუ საბოლოო ჯამში თუ ვინმე ანუ არის ადამიანი რომელიც ამ ქვეყანაში კრიმინალს ახალისებს პირდაპირ გაგებით არის ქართული ოცნება, იმიტომ რომ რითი მოვიდა ქართული ოცნება იმით რომ კრიმინალის უდღესია და ჩვენ მათ დავეხმაროთ, ანუ არ ვიცი. მეტი არაფერი ის მაგათ არ ქონია. ხო, თავარი ბირთვი ეს რა უკვირთ ამათ არ ვიცი, ხა კოც მამიდებს. აი ახალ არა სასწილო ისაა რომ 12 წელიწადში როგორ შეიცვალა ყველაფერი, რომ სინამდვილეში არაფერი არ შეცვლილა იმათ თავის დროზე პირდაპირ ყლეზე კიდევ ეს ახალგაზრდები ციხეში იჯდებოდნენ თუ არა რა თქმა უნდა, მაგრამ ანუ ეხა ღიათ რომ აი კრიმინალი უნდა დაისაჯოს ამას კოცი რო ამბობს ეს რაღაც აი ღმერთი რატო არ გაიცინებს არის რა ნამდვილად. ხო, ძალიან სასწილო თან ანუ ნაცები თუ ვიღაც ანუ ზრდასრულ ადამიანებს სვიდნენ რომლებიც რა ვიცი მართლა ის ხო და რა ქვია ქურდობა უნდა თელი ცხოვრება ესენი 12 წლის ბავშვებზე წერენ რომ დროზე დაიჭირეთ კაცო ციხეში მე რა რომ ბავშვია არ ვიცი მე ჰუმანური მომყრობა არა ქოცებს კი არა ნაცებიც ხო ჯიდენ ბავშვებს კაცო ზერეკიძე და გავიწყდა ბურთის გამო რა დაიჭირეს და მეტი არაფრის გამო რა დაუჭირეს სხვა არაფერი რა ბურთი რო დაუხიენ და მაგის გამო მერე კაცი რო დაუჭრიან მაგრამ ეგ კაცო ეგ მოგონილი არ დაუჭრიან კაცი მაგრამ არჩევნების წინ ხო გამოვშვა რაღაცა ესეთი ეს რაღაც ჰოლოკოსტის ფილმივით როგორ სასტიკად იჯდა ციხეში ბურთის მოპარვის გამო. ხო იყო რაღაც ფილმი. ხო არა ხანი დრამამ გადაუღო მაგას. კი, ანუ მაგაში ახლა გადალი არ ყავთ კოცებს. მაგრამ დავივიწყოთ ეს ცუდი ამბები მოდი და მით დავიწყო გავაგრძელოთ რა ქვია. კარგი ამბით გავაგრძელოთ. და კარგი ამბავი არის ის რომ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა რომ ნაციონალური მოძრაობა გადადის შეტევაზე. რას ფიქრობ? არა, რას ფიქრობ და გვიანია, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. თუმცა არის ნაცური განაცხადი, ანუ თავაწეული და ძლიერი. კი, რასაც 12 წლის წელია უნდა ამბობდნენ ეხა თუ დაიწყებს მაგითხას, კარგია, იქნება 12 წელიწადში გვეშველოს. თავარია ვისხვები აყვნენ ეხლა. ეხლა ჩვენ ცოტა გვიან ვსაუბრობთ ამ თემაზე, მაგრამ ვინმე აყვა ამას? არ ვიცი.
არ ვიცი. გარდა ჩვენ ხალხი ხო, მაგრამ ჩვენ ხალხს მით უმეტეს სწორ ხალხს ვინ გვისმენს. მე მგონი ისეთი რა ქვია წონიანი არავინ არ აყოლილა, რაც ძალიან სამწუხაროა. მაგრამ ნუ რა ზოგადად რო ჟღერდება ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ტაბუ ირღვევა ამ თემის გარშემო და კარგია. ნუ ვინც არ იცის იმისთვის გასაგონად უნდა ითქვას, რომ ბატონი ლევან ხაბეიშვილი გამოვიდა და თქვა, რომ აი ნაცს რო დაგიძახებენო, კაცო, ესო შენთვის ეს დიდი კომპლიმენტი უნდა იყოსო და უნდა თქვა, რომ დიახ, მე ნაცი ვარ, იმიტომ რომ ნაცობა ნიშნავს პატრიოტობასო, კაცო, ნიშნავს ქვეყნის სიყვარულს, ქოცების წინააღმდეგ ბრძოლასო, ასე შემდეგ, მართალია. თლად ეხა ის არ უთქვამს, რომ 7 ნოემბერს არაფერი არ მომხდარა და თუ მოხდა, უნდა მომხდარიყო, მაგრამ მივალთ მაგამდე ჩემი ღრმა რწმენით. იმედია მალე. ხო, ეტაპობრივად ყველაფერი იქნება. კი, ანუ მაგრამ აქ ისეთი საინტერესო ის არის, რომ ესე იგი ხალხს რა ესე იგი Facebook-ი ხო ითხოვს ესე მკაცრად, რომ რამე გააკეთოს პოლიტიკოსებმა თუ რა ვიცი და გამოვიდნენ ქუჩაში და რატო შენ თუ არ მოგწონს რაც ხდება სხვა რამე გააკეთე, ანუ ეს სხვა განცხადება გაკეთდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ხო ანუ ვინ გააშუქა, არავინ. მარტო ტაბულამ დადო რაღაც ეს ხლექარდები იმაზე. ესეც დამცინავად. რა ქვია? სააკაშო. ხო, ანუ მაგას გულისხმობ, რომ აი რაღაც ნახე რა თქვა იმან და რაღაც ანუ ეგეთ ყლეობას ანუ არც ერთი იმედის კი აღარ აკეთებს უკვე ისიც სააკაშვილი თუ რამე სისულელეს იტყვის იმედიც კი აღარდებს მაგის კარდებს მენა ჩერგო არის ჩაციკლული ემაზე რომ აუ უნდა გამოვიდეს და უნდა ამას საკრას რა ქვია უნდა დასცინოს მიშას იმიტომ რომ მე ესეთი თეორია მაქვს მოკლედ რომ ოდესღაც ჩერგოლეიშვილს უნდა რომ სააკაშვილს მოეწყნა ეგ და იმან უარი უთხრა და მაგაზე არის გამწარებული ამტენი ხალი აი ათის ყველა თეორია ამას მე არ ფაქტად არ ვაწყდი არავის ხა საჩივარი არ მინდა ხა მუტელზე ცეცხლ წაგიდებული ჩერგოლეიშვილისგან ამიტომ მოდი ხა რისი გამკეთებელიც არის სხვათა შორის მიუხედავად იმისა ხლადელი სასამართლო არ მოსწონს ამიტომ კი ბატონო თავი დავიცოთ ამ ყველაფრის წინააღმდეგ შენ როგორ ფიქრობ ის შენ უყურე იმას ხო ხაბეიშვილი იაგოსთან რო იყო კი ხო მე არ ვყურები ახლა თქმა უნდა იმიტომ რომ იაგოს მოსმენა მე არ შემიძლია მაგრამ აბა გითხარი პატაკი ჩაგვაბარა რა მოხდა ძალიან ისეთი მშვიდი საუბარი იყო სხვათა შორის გამიგვერდა ძალიან მაგრამ ესე იგი ნუ აქ იაგოს ცოტა ისეთი პოზიცია ქონდა პატარა ბავშვით იყო რომ ეს რაღაცა მე რატო არ მეძახიან უბრალოდ რატო არ მეძახიან კი არა ეს ქონდა ფაქტად იყო მიღებული ეს რომ იაგოს არ ეძახიან ოპოზიციის შეკრებებზე და მან რა ხდება მოგვიყევი ანუ უნდა რომ ეს ყოფილიყო რა ქვია მაგას რა სახიანი ვართო შევა მიწვეული რა არა ინფორმაცია რო გამოაქვს შპიონი არ ვიცი ხო ბიჭო კაი ოკეი whatever დამავიწყდა სიტყვა ხო და მოკლედ ხო მაგაზე ერთ Twitter კითხა ხო რა რომ ეს რა ქვია რას ლაპარაკობენ იქო ან ჩვენზე ან რაღაც ზოგადად და ნუ ხაბეიშვილმა რა თქმა უნდა არაფერი არ უთხრა მას დაკავშირებით იმიტომ რომ არ უნდა იცოდეს მაგას ყველაფერი და თვითონაც არ დადის მაგრამ ანუ აღსანიშნავი არის რა ქვია სწორი პოზიცია მასთან დაკავშირებით რომ რა ქვია არც მაგ შეხვედრებზე არ დადის სალომეს თავიდანვე არ აღიარებდა და გახარიას თავიდანვე ეძახდა იმას რა ქვია არა ოპოზიციას და ბიძინას მარჯვენა ხელს თუ არის მარცხენა ხელს განშოვება ეგეც სწორად გადავიდა ხაბეიშვილის შეტევაზე ზურაბიშვილის აი ეს რაღაც ავტორიტეტი რო შეიქმნა ოპოზიციაში უცებთ რავი აგერ 6 წლის წინ ამბობდა ჩვენ დავიწყეთ ომიო და 2020 წელს ამბობდა რომ ეს ძალიან კარგად ჩატარდა არჩევნებიო და 2021 წელსაც იგივეს ამბობდა. ამიტომ ხა ეს გუშინ გამოჩეკილი მართლა ეს ხალხისთვის მეომარი ზურაბიშვილი არავის არ ჯერა და ვისაც ჯერა ის ყლეა დებილია უბრალოდ. ხო და იმისთვის ცოტა რეალობაშთვის თვალის გასწორების დაძალება რომ მომისმინე ეს ხალი არის ყლე ცოტა ეს არის რა ქვია მომწონს ეს ფაქტია და ნუ გახარიას რაც შეეხება კიდე
გახარიასთან კოლაბორაციის ცდილობა ჰქონდა ნაცებს იმაში, რა ქვია. ადგილობრივი არჩევნების შემდეგ 2021-ში რაღაც საკრებულოები შეკრეს სამეგრელოში მაგასთან ერთად და იმას ეგრევე დაეშალა პარტია. დაეშალა რა, გაექცა ეს ხალხი და ისევ კოცებში გადაებარგა და ამიტომ სისულელეა ეგ. ან კიდევ ვაფშე პირიქით კოცებთან ერთად აძლევდა გახარიახმას ნაცების წინააღმდეგ და მოკლედ რა არ არის ეს სანდოკაცი ფაქტია და ოპოზიციაც არ არის. ხო რა, მოკლედ ეგ არის და ეგ ხო თან ესა როგორი ეს არის რა ქვია ეს ქართველი მოკლედ მაინც ფარისეველი, იმიტომ რომ აი სალომე ზურაბიშვილი რამდენი ხანი ახლა რაც ოპოზიციაშია 2 წელი თუ რაღაც ეგეთი ხო 3 არც კი რა არც კი ხო ხო არც და მართლა ერთი შეკითხვა არ დაუსვა, თუმცა ანუ კოცები გასაგებია ახლა კოცებს არ აინტერესებს თუ ვინ დაიწყო საბოლოო ჯარში. ნუ არ დაინტერესებს კი არა, მაგათთვის ჩვენ მიშამ დაიწყო და ეს რა ქვია ბიჭები გოუწირიენ, მაგრამ ეს ანუ აბსოლუტურად არავინ არ ეკითხება იმას სალომე ზურაბიშვილს რატო გააკეთა ეგ განცხადება მაშინ როცა რა ვიცი სულ რო რაღაც გუშინ ნაცებში გაწევრიანებული ტიპი დაინახონ იმას რა ვიცი მე თუ ხოვენ რომ 9 წელზე აგვეს პასუხი თუ რაღაც ეგეთი და ანუ ეგ მთელი უბედურება არის მაგ ხალხის ხო რომ ანუ ჭალებში აქეთა მხარესაც კი ისინი არიან რა ქვია ფარისევლები არიან იმიტომ რომ მართლა რო დაფიქრდე ახლა რა ვიცი ისეთი ხალხის გვერდით დგანან რა მოსატანია მაგასთან ნაცვალ მოძრაობა ანუ პირიქით უტყდებოდეს ნაც რომ მაგ ხალხის გვერდით იდგეს კი ბატონო. ეხა საბოლოო ჯამში თუ მივა ამათი რა ბატონი ლევანისა და მე შემდეგ ნაციონალური მოძრაობის მესეჯ ბოქსი რომ ან ჩვენთან ხართ, ანუ ან ნაცებთან ხართ, ან არ ხართ ოპოზიცია, ეს ძალიან კარგად წავა. იმიტომ რომ რავი, ეხა საბოლოო ჯამში მართალ სამობს იმის რომ 13 წელი ეხა ვინ ებრძვის კოცებს ნაცებზე მეტი. არავინ გუშინ გამოჩეკილი გახარია რომელიც კოცი იყო ანაკლიამდე რო არ გახსენებია საქართველოს ხაზარაძე გვარამია რომელიც ეხა შეიძლება კოცების მხარეს არის აფიცი ვერ გეტყვი ვერაფერს ისეთ რაღაცებს კი აკეთებს რომ კოცების მხარეს იყოს თუ რავი მე მინდა ჩაკიდე თუ გიაგო ხვიჩია რომელიც კოცია სისულელეა ეს ამიტომ თუ გინდა რომ ანტიკოცური კოალიცია შექმნა ეს რა თქმა უნდა ყველა შემთხვევაში უნდა მოხდეს ნაციონალური მოძრაობის გარშემო სხვა არავის და ვისებრთვის თვითონ ეს ქართული ოცნება საბოლოო ჯამში მაინც ნაცებს. ახლა ვიღაცები კი ამბობენ რომ ეს უბრალოდ ის არის რა ქვია სახელია და სხვასაც ნაც დაუძახებენ რაღაცა ისეთი მაგრამ აი ეს კომისია რო შეიქმნა ახლა ბოლოს რო იძიებენ ვითომ რაღაც დანაშაულებს თაფლიანი 9 წლის და ასე შემდეგ ანუ მან რა ჩანს ხო საბოლოო ჯამში რომ ეს არის პირდაპირ ისტორიის გადაწერა ახლა რომ ერთადერთი ისეთი ნათელი რა ვიცი მე ადეკვატური წლები როცა იყო საქართველოს ისტორიაში ბოლო 30 წლის განმავლობაში უნდა მაგის საუკუნის განმავლობაში ჩათვალე ერეკლე მეუღლის მერე ერთ-ერთი ადეკვატური წლები რაც ჰქონია ეგ თაფალიანი 9 წელი იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას გულისხმობ ხლა საბჭოთა კავშირს ვერ იმას იზამდნენ რა ქვია აუჯანყდებოდა მთელი რეაგეროის რა ქვია ბიზნეს ვერ აუჯანყდნენ და რა მოსატანია ხო და ეს რა ქვია მაგრამ ხო ეს ნაიურად არ უნდა შეხედო ამას რომ აი უბრალოდ ეს ნაცებს ებრძვიან ეს არის პირდაპირ ბრძოლა საქართველოს ისტორიასთან ეხლა სხვა არაფერი არ იყო ეს რავი მე ისტორიის გადაწერა მართლა სხვა არაფერი არის რომ 2008 წლის ომი შენ ქვეყანას დააბრალო და მე ის ხალხი დაიბარო გამოძიებას და ასე შემდეგ და ასე. გარდა მაგისა ხა ჩვენ ხო ვიცით რომ აგერ რავი მეორე მსოფლიო ომიდან გავიდა რამდენი ზუსტად გეტყვი ახლა 85 წელი გავიდა მეორე მსოფლიო არა 75 წელი რა 70 წელი გავიდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ზუსტად ვერ დავთვალე რა თუ რამდენი კაცო ვეცა 40 ვაი მე ყვილად გიკეთია სათვალე მე ჭკვიანი ბიჭი მეგონა ვიტყლა არის ხო სწორად დავთვალე ხო და ეს რავი ცოტა ხანი გავიდა და უკვე ნაცისტების გადაფასება ხდება რა და წარმოიდგინე ხა ნაცისტების დონეზე ნაციონალებს არაფერი არ გაუკეთებიათ ნუ შეიძლება ხა საბოლოო ჯამში ორივეს არც ერთი არ გაუკეთებიათ ცუდი ფაქტია მაგრამ ფაქტია რომ იმათი სახელი გაირეცხა აგერ 70 წელიწადში და
ამათი სახელი ვაფშე არც არის შებრალული და როგორ ამათ თუ გონიათ რომ ნურემბერგს ჩაატარებენ და მე მართლა ისტორიიდან ამოიწერება ნაციონალური მოძრაობა ან ცუდად ჩაიწერება ძალიან ცდებიან ახლა ყველა ინტერნეტი ყველას გვაქვს და რაც არ უნდა გაიჭინთონ ინტერნეტის წდომას ვერ აკრძალავენ აი მაგას მე მართლა ნამდვილად არ მოიწმენს ქართველი ხალხი ხო და ყველა მიიღებს იმ ინფორმაციას რაც საჭირო და ახალი თაობები აგერ ჩვენზე პატარა თაობები უკვე ხვდებიან იმას რომ ის იყო არასისხლიანი თაფლიანი 9 წელი თუმცა სისხლიანიც რომ ყოფილიყო ის დამსახურებული სისხლი იყო რაც ამიტომ ეს არის ფარტხალი ამათი რა ანუ იციან რომ კულტურულ ომს აგებენ და ცდილობენ რომ ახლა რაღაც ისინი გაითამაშონ რაღაცა ყლეობები მაგრამ არ გამოუვათ ქართველი ხალხი უბრალოდ საქართველოს იდეა იმიტომ რომ ქართველი ხალხი და საქართველოს იდეა სხვადასხვა მოდი გავმიჯინოთ ესენი საქართველოს იდეა მოკლედ იმარჯვებს რა კულტურაში საბოლოო ჯამში ვერ შანსი არ არის სიმართლეს ვერ დამალავ ნიურნბერგის პროცესი ჩვენ შეგვიძლია უთხრათ ნურას უკაცრავად აი ეს იქნება ჩვენ ხას ნურას უკაცრავად ნიურას აი ეს გასაგებია ახლა ნუ საბოლოო ჯამში ყველამ ვიცით რომ ნაცებს ვერ დაამარცხებენ იმიტომ რომ ნაცობა იდეოლოგია საბოლოო ჯამში და ეს პარტიამდე არ დადის მაგრამ რას ფიქრობ იმასთან დაკავშირებით რომ აგერ აი მგონი ეს პროტესტი მარცხდება იმიტომ რომ როგორც ალბათ გაიგებდი ფონდები დაუყადაღებიან ნუკას და ჯარიმებს ვეღარ ეხდეს. არა, ძალიან კარგია, იმიტომ რომ რავი, იქნება მიხვდნენ რომ ეს ჯარიმები რო არ გადაიხადონ მასობრივად ერთდროულად, მე უფრო მეტ პრობლემას შევქნიან, ვიდრე ის რომ მოდი გადავიხადოთ, აბა ჯარიმები რას მე აბიძინა მე მაინც ვიშოვე 5000 ლარი და მოგეცი. ეხა რა სიზამ. ხო, ის უღელია. აი, ბოლოს ადგებიან და 5000 ლარს გახდიან. ხო. ნახე რა ჭკვიანი ვარ მოვიფიქრე როგორ გადავიხადო ჯარიმა ბიტკოინს ვიყიდი ანუ ხო ეს თემას ხოთებს რომ ანუ გადაუყადაღიან რას ლაპარაკია სოლანათი გადავიხდი და სოლანა დაუყადაღიან ზღნერ კოინი ხო არსებობს რას მიზამ ეხა ვეზინა მაინც ვერ მოგვერევია ჩვენ ხარეს გადათლებული თაობა ჩვენ ვიცით როგორ გამოვიყედო ტექნოლოგიები ამიტომ ჩვენ მაინც შევავსებთ ქვეყნის ბიუჯეტს და არ შევქმნით დეფიციტს და არ იქნება კრიზისი საქართველოს მაგის მეორე მხარე არის რომ ვიღაცები გამოდიან და მოდი გადასახადები არ გადავიხადოთ რომ ამბობენ და როგორ არ უნდა გადაიხადონ გადასახადები მაგამდე ვერ დავდივარ იმიტომ რომ გადასახადი ძირითადად მაგას ვინც ამობს ალბათ ის უმუშევარია და ისედაც არ იხდის გადასახადს მაგრამ თუ მუშაობ ხო იცი რომ ისედაც გეჭრება ხელფასიდან ფული ან ეგ შენ კონტროლში არ არის როგორ არ უნდა არ გადაიხადო ან კიდე დღეგეს როგორ არ გადაიხდი ეგ მაინტერესებს პურს იყიდი და დამიბრუნე ეხა 18% ამ პურის ფასის არ ვიხდი ვე გადასახადებს თუ რაც იზამერია ერთ-ერთი არა უნდა იმას უნდა დათვალო რამდენი სიხდი მაგაში უფრო დაუთვალო ქართულებს და მე აფარო სახეში რომ აი ხალხო თქვენ გადასახადებით ამდენი გადაიხადეთ და მე შეიძლება შოქში წავალ მეგობარს თანამშრომელს ქონდა ესეთი იდეა რომ საუბრობ გადასახადებიო კი არ ესე ჩამოგეჭას 20% როგორც გეჭრება მაგრამ ანუ თავიდან ჩაგერიცხოს თავთლიანი და მე მოგივიდეს წერილი რომ ჩამოგეჭრა ამდენი რომ მიხვდე უფრო კარგად გაიაზრო რამდენ ფულს გართმევს სახელმწიფო და მე მიდის იმაში რა ქვია საპატრიარქოს ჯიბეში ან კობახიძის ბენზინის ჩასხმაში ან კობახიძეს კიდე რა უჭერს პრემიერ-მინისტრი მაინც არის რა ვიღაცა ემეს რა ქვია ფარცხანაყანების გამგებლის ბენზინის ბაკის გავსებაში რომ მიდის უფრო მტკივნეულად იგრძნობს ამას ქართველი ხალხი მაგრამ რა თქმა უნდა მოითმენს ახლა მაგრამ ზოგადად რა კარგად რომ განწარებული მაინც იყვნენ მაგ ხრივ ძალიან კაი იდეაა რომ დაინახო რამდენი გაქვს ხელფასი და მე რამდენი მიაქვს სახელმწიფოს. კანტ პრობლემა ისაა რომ ქართველისთვის ანუ ეგ კრიტერიუმი გამწარებისთვის არასდროს არ არის კარგი, იმიტომ რომ ეგ პირიქით მუშაობს, ანუ ქართველისთვის 90-იანი წლები არის რომ ნახე რა მაგარი ვარ, დედა მეტყნებოდა და გადაორში. ანუ ერთი არის, მაგრამ მეორე რაღაცები ნოსტალგიურად რო უყურებენ, რომ აი ბიჭო, იქ ცუდი რაღაცები ხდებოდა ძალიან და რაღაც, მაგრამ ერთობა იყო და ურთიერთობა იყო და ერთად ცხოვრობდით და რაღაცა სიროვები და იმაზე რომ ის რო ენატრებათ რომ რაღაც არ ვიცი მე რაღაც ყლეობა სერიალი გადიოდა რაღაც ლუიზას დეიდი ნაცვალიან რაღაცა ეგეთი და ერთს ქონდა ტელევიზორი რომელიც მუშაობდა მარტო თელ სამეზობლოში
ნაუშნი თელი სამეზობლო ვიკრიბებოდით და უყურებდით და რაღაც სირობა. ვინ გიშლის მაგაში ხელს ახლა? მიდი ლუიზასთან გადადიესებ და უყურებას, რავი, მე რას უყურებ, ახლა თურქულ სერიალებს ერთად გიშლის ვინმე არა. ხოდა 90-იანებსაც კი ნოსტალგიით უყურებენ, კაროჩე ეგ არის. მაგრამ ამ მომენტში გამწარებულები იქნებიან და ქართული ხალხი საბოლოო ჯამში გამწარებას იმსახურებს. იმას კი არა რომ ეს გამწარება გამოუშვას, იმიტომ რომ უნდა დაიტანჯოს. ხა ეს ჩვენ ხო ვიცით რომ უნდა მოვიხარშოთ ჯოჯოხეთში რა დიდი ხანი. ხოდა ვარემ რაც შეიძლება მეტად მოიხარშოს და იცოდეს რომ ეს 20% უნდა წაერთვას კაცო და ქონდა და აღარა აქვს და ვერაფერს ვერ აკეთებს ამაზე და იყოს ამ იმპოტენციით გამწარებული რა მე ეგ მაწყობს. ხო არა მან ერთადერთი პრობლემა ისაა რომ ანუ მენტალურად მზად არის მაგისტრის რომ რაც არ უნდა დაემართოს 90-იან წლები გამოვლილი აქვს და ეს კარტოფილზე გადაატარებს ხოლმე მაგრამ ის სხვათა შორის შეიძლება მაგან ახლა აღარ იმუშაოს იმიტომ რომ ასევე რა ქვია ბედნიერი 9 წლის გამოისობით აქვს ახლა საშუალო სტატისტიკურ ადამიანს იმდენი შემოსავალი რომ გრძნობს განსხვავებას ცხელ წყალს და ცივ წყალს შორის და მე მგონი რომ ეგეთი მარტივი არ იქნება როგორც მაშინ იმიტომ რომ მაშინ ისედაც არაფერი არ ქონდა ხო აი განსხვავება დაინახა მაგორ შორის არა ეგ ხო ზოგადად ესე არის რომ რაღაცას რო გასინჯავ კარგს ეხლა მაგალითად შეიძლება კარგი რა არის სიგარეტი ხო შეიძლება სიგარეტი ცხოვრებაში არ ქონდეს გასინჯული და შესაბამისად არ იყო დამოკიდებული მაგრამ მე რო გასინჯავ სიგარეტს და მიხვდები რომ კარგია მე ცოტა რთულია თავისი განებება ხო ხო რაღაცა ეგეთია ერთ-ერთი რომელზეც სხვა შეწევან ფიქრობდი რომ რომელი გადახადის გადახდა არ შეიძლება რა შეიძლება რომ არ გადაიხადო უბრალოდ არის ეს აქციზი აღარ იყიდეს სიგარეტს ბენზინს და ალკოჰოლს და აი მე რას იზამს ბიზინა ერთი იმ 4 ლარის გარეშე ხო იყო ეგ ეს მოწოდებები სხვათა შორის იმ ჯგუფში ჩვენ რო ძალიან გიყვარს და რა თქმა უნდა არავინ არ გაითვალისწინა არა ეხლა ბოდიში მაგრამ არც მე არ მიყვარს ბიზინა მაგრამ სიგარეტი უფრო მიყვარს ვიდრე ბიზინა მზულს ხო მაგრამ ბენზინს არ ვასხამდა ალკოჰოლს თუ სამ ეს არის რა ქვია სახლში გამოხდილი ალკოჰოლია ქართველი კაცის ხელით დაწურული ამიტომ ესა მაგაში არ ვიხდი აქციის და ეხა ის 4 ლარი 2 დღეში ერთხელ არა უშავს რამენაირად მაგის გარეშეც და მაგითაც იცხოვრებს ბიზინას ბიუჯეტი მე დავანები სხვათა შორის სიგარეტს თავი ვიცით შენ კარგ დროს დაანებე ახლა იმიტომ რომ მე ხა ვაფშე მძღნერისფერი რო ხდება ყველაფერი ნელ-ნელა დაიწყო აი პარლამენტი გამძღნერისფერებულია მაგალითად რაც ძალიან სიმბოლურია იმიტომ რომ პარლამენტი მძღნერია თვითონ ოღონდ სიგარეტიც და თან ინსტიტუციას ძალიან სიმბოლური. ეგ რამე რეგულაცია არის ის გაბოს მაგას აკეთებენ თუ რა ტრენდშობია. ხო, რეგულაცია მიიღეს. მე სხვათა შორის ეგ რეგულაცია უნდა მიიღოთ 2023 წლის ივნისში ბოდიში. უნდა დაწყებული იყო და გაიწელა რატომღაც აი ხა რავი 2025 წლამდე. ხო და მე მაგ პერიოდში ეგ რო გავიგე დავიწყე სიგარეტის კოლოფების შეგროვება, რომ მე თესლი ვიქნებით ხო და სხვები მძღნერისფერი კოლოფებით ივლიან მე მექნება ძველი თქო, მაგრამ 2 წელი გაიწელა ესა და ეხა მიყრია 5000 სიგარეტის კოლოფი ოთახში. მაგრამ ზატო ეხა ხომ ის ვივლი იმით რა ქვია თესლი კოლოფებით. პროსტა მეც მომიწევს ეხა სიგარეტის თავის განებება, იმიტომ რომ Lucky Strike რასაც მე ვეწევი გაიტანეს ბაზრიდან. რაც მესმის, იმიტომ რომ ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო British American Tobacco Company, იმიტომ რომ Lucky Strike მძღნერიან კოლოფში არ უნდა გაიყიდოს. ან უნდა იყოს Lucky Strike-ის კოლოფში, ან უნდა იყოს არაფერში და არ უნდა გაიყიდოს. მესმის, მაგრამ მე რა დავაშავე. სიგარეტის ფელი მუღამი ხო ეგ არა მეც ვერ ვეწეოდი იმას, ანუ ვერც მეც Marlboro-ს ვეწეოდი, იმიტომ რომ დიზაინით მომწონდა ძალიან და ბაკპონჩი ვეწეოდი, მაგრამ სხვა სიგარეტს დიდად ვერ ვეწეოდი. ამიტომ მეც ვეწევი მაგას საბოლოო ჯამში, რომ თუ ეგეთი არ იქნება, მაშინ და ეს საერთოდ არ იყოს. ხო, კი ბატონო, ეგ მაწყობს. და რაც შეეხება გახეულ სიგარეტს, კიდე ის ძალიან ესეთია, რა ქვია, შრომატევადია ერთი და მეორეც ერთი არა აქ იგივე გემო. რაც არ უნდა აჭარული თუთუნე იყოს, მოდი ხაზი გავუსვათ. კარგი. იმაზე ვსაუბრობდით, კაცო, ნანუკატო დაუყადაღიენ და რატო გავიქეცით სიგარეტზე, არის, მაგრამ ხო, ეგ არის და კარგია რომ დააყადაღიენ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ხო ბუნების წესი ეგ არის, რომ ნებისმიერი ცხოველი ბრძოლას იწყებს, როდესაც გასაქცევი გზა აღარ აქვს.
ვირთხა მაგალითად ხო და რა ხა ქართული ხალხი მიახლოებული არის ვირთხასთან მოდი ვაღიაროთ ეხლა ვიღაცა იტყვის რომ მე არ ვარ ვირთხა მე ლომი ვარ არა შენზე არ ვამბობ საშუალო ქართულზე ვამბობ ძვირფასო მსმენელო ხო და კენზე არ ვამბობ ვინც დისკორდით ჩატში ხართ ვინც არ ხართ ვირთხები ხო ვინც ჩვენებს ხო ამიტომ რავი კარგია რა საბოლოო ჯამში იმიტომ რომ ოდესღაც იქნება მიაღწიოს იმ ნაწილს იმ დონემდე რომ აი ვეღარ მოიფიქრონ ესეთი ყლეობები რომ არა სოლანათი გადავიხადოთ და რაღაც სილოვები აღარ თქვან არის ოდესღაც არის მაგრამ მე ესე უყურებ რა კაროჩე ისევ სოფლიოს იბრძნე რომ ვიხმაროთ და ეხა ცხოველებს აღარ შევაძეროთ მაშინ ესე ავიღოთ როდის არის ყველაზე ბნელი ღამე რატი არ ვიცი შენ გითხარი მე გეტყვი ღამე ყველაზე ბნელი არის სანამ მანამ ზე არ დაიწყებს ამოსვლას ანუ განთიადამდე ყველაზე ბნელია კაროჩე რა ხოლო როგორც როცა კი ყველაზე ბნელია ღამე მე უკვე მაგის შემდეგ მოდის მზის ამოსვლა ხო და ესე იგი შეიძლება როგორც კი დაღამდება საბოლოოდ საქართველოში მე შეიძლება უკვე მზის ამოსვლაც დაიწყოს არ ვიცი ვერ გეტყვი ეგ დაღამება იქნება მაშინ როცა ჯარიმების წერას გააგრძელებენ ეხლა ეგ უცნაური რაღაც ხდება რომ ჯარიმებს აღარ წერენ მგონი ვითომ მიუხედავად იმისა რომ და ხო ანუ ძველები ხო ბევრი აქვს დაწერილი და იმდენად ბევრი აქვს დაწერილი რომ იმას ვერ ახდენიან რა ქვია ვერც დარიგებას სახლებში და ვერც აღსრულებას და ვერაფერს და აი დაუღალეთ რეჟიმი დაუღალეთ აი ეს იყო ჩვენი სტრატეგია თავიდანვე ხო და მგონი სტრატეგია საბოლოო ჯამში ეგ იყო რომ დააყადაღეს და ეხლა ძველი ჯარიმები რაც აქვს დაწერილი მაგის ამოღებას იჩალიჩებენ ისე რომ ფონდი ვეღარ დაეხმაროს ამ ხალხს მე მგონი რომ ბიზნეს გათვლა ეგ არის და ნახოთ იმიტომ რომ თან ეგ კარგი გათვლა ახალი ჯარიმები არ იწერება თითქოს ნარი სიტუაცია და თან მეორეს მხრივ ეხლა ნელ-ნელა მიადგები ვიღაცებს და 5,000 ლარს გამოძალავ. კი ბატონო. და ეგრე ხმაურიანიც არ იქნება ეგ ამბავი. ძალიან სწორად ბიზნეს ზოგადად ამ ყველაფერს ძალიან სწორად აკეთებს, მაგრამ რა ვიცი ხა ეგ ბიზნეს ინტელექტიდან გამომდინარე არ არის, რომ ქართული ხალხის ინტელექტის ნაკლებობიდან არის გამომდინარე. როგორ რაღაცა ხა ადამიანს ვერ დააბრალებ იმას, რომ რატო ახდენს ვიღაცების ექსპლუატაციას, როდესაც ვიღაცები თავის ექსპლუატაციის საშუალებას გაძლევენ. მეც რო შემეძლოს, მეც მაგას ვიზამდი, ხა რა პრობლემაა. არა, მე არ ვიზამ, მე კაი კაცი ვარ, ბოდიში ხა წამოვწდა ეს. არასწორად წამოვწდა. არა, მე არავის ექსპლუატაციას არ ვახდე არა შემთხვევაში. ის არა, ხო, მართლა ხა. ხო. საბოლოო ჯამში რა თუნდა მაგას ლაპარაკი, რომ ვერ გაიაზრო ადამიანმა ბიჭო ზოგჯერ შეიძლება შოკი დაგემართოს ადამიანს რამდენი წელია რაც ბიძინა არის ქვეყნის ხელისუფლებაში ანუ და ამდენი წელი ვერ უახერხო ის რომ ეს რა ქვია შენი თავი არ გამოაყენებინო ანუ ამას ხო მართლა ნიჭი და მოხერხება უნდა ეხლა და რაღაცაში მაინც არის ქართული ნიჭიერი რომ აი ასე მარტივად და ასე ნიჭის ნაკლებობაში მოხერხებულობის ნაკლებობაში არის ქართული მოხერხებული კონტექსტში რა ვიღოთ ბიზნა ივანიშვილი საქართველოს უფალი არის მიშაზე დიდი ხანი ზვიადზე დიდი ხანი გასაგებია და შევარდნაძე დიდი ხანი ყველაზე დიდი ხანი არის რაც დამოუკიდებლობის ისტორიაში ვინმე ყოლია ვაფშე და გორბაჩოვზე დიდი ხანი არის ბიზნა და ჩვენი იმედი გვაქვს რომ სამივეზე ერთად აღებულზე დიდხანს არ იქნება ო არა თვითონ ხო გითხრა რომ 2030 წელს ვაპირებთ წასვლასო მეო ხო და რაღაც ეგეთი პირი უჩანს ხო მაგრამ თვითონ წავა მაგრამ მკვიდრეს მე მგონი რომ დატოვებს აი ჩვენ წინა თავისი ოპოზიციის სახით როგორც დაგვირდა კიდევაც თავის მაშინ იგი განცხადება რომ გააკეთა რომ 2030 წელს მე ჩემი ოპოზიცია მეყოლება და იმას დავუტოვებ თავრობასო და ეგრეც იქნება ეხა აი შემდეგ თემაზე რომ გადავიდეთ არის არჩევნები მოგვიახლოვდა უკვე ადგილობრივი
და უკვე დაიწყო ჭვიტინები ხო ნახე ერთადერთი ორადორი პარტია რომელიც უარს ამბობს ცალსახად მონაწილეობას არის გაგიკვირდება და ნაც მოძრაობა და ახალი იმიტომ რომ ახალს უბრალოდ სხვა გზა არ აქვს ახალმა რო თქვას ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას მაგრამ ვერანაირად ვერ გააправებს მაგას თავის ჯენზუი ამორჩეველთან და კლეილო და გახარია მაშობიან თამაშობენ ეთამაშებიან ამ იდეას და ჩერგოლეიშვილი და გიაგო რომ მიიღებენ მონაწილეობას ეს ზუსტად ვიცით და ამასობაში კიდე ესეც რა ქვია ზურაბიშვილიც მიიღებს შექმნის პარტიას და ეგეც მიიღებს მერე მონაწილეობას და შეგვექნება რა ის რომ ეს ორი პარტია რომელიც ასე თუ ისე ნამდვილად ოპოზიციაა ვიცით სამწუხაროდ ახალის ოპოზიცია უნდა ვთქვათ და ნაცები ნამდვილი ოპოზიცია კაროჩი არ მიიღებს მონაწილეობას და ეს სათამაშო ოპოზიციები მიიღებენ და მოხდება ნამდვილი ოპოზიციის მარგინალიზება იმიტომ რომ გამოჩნდება ისე რომ 0% აიღეს და ეგრეც იქნება და ისე გამოჩნდება რომ მან რა ქვია ახლებმა არა და ლელოებმა გახარიებმა ჩერგოლეიშვილებმა და იაგოებმა დაინაწილეს და ზურაბიშვილებმა დაინაწილეს ეს რა ქვია ოპოზიციური სპექტრი რაღაც 10%-ით თქვათ რა ხოლო მე ეს რა შედეგს გამოიგებს რომ 5 წელიწადში ვინ იქნება ესენი იქნებიან ჰამ მალეო რატი ვაიმე Wi-Fi ზე ჩაერთო თავისი და შევშო დაბრუნდი კი ახისმენთ ხო ისმის კი ხო Wi-Fi ზე გადაერთო რა ხო და მან კიდე ერთი ამბავი ისე რომ შეიძლება რაღაცები მოაგებინოს ბიზნესად და ანუ მით უმეტეს უფრო გამარგინალდება ოპოზიცია რომ აი ჩვენ ახლა მოვიგეთ ეს რა ქვია თვითმმართველობის არჩევნები და აქედან შევებრძოლებით ბიზნესად თქვენ ვინც უარით თქვით ავაზე რაღაც არ ვიცი ქვეყნის მტრები ხართ იმიტომ რომ ამ პროცესში მოაწილეობას არ აქვს იმიტომ რომ ეგ ერთი და მეორე ანუ თავარია დემოკრატია და დემოკრატიული პრინციპები რა ეს რა ქვია აი ასეთ რაღაც ბოდები შეიძლება მოისმინოთ ჯენრი ამორჩევლო და შესაბამისად არ დაბოლდეთ ამ ყველაფერზე იმიტომ რომ ეს არის ზუსტად იქამდე მიდის რომ 2030 წელს შეიძლება მართლა თავის ოპოზიციას გადააბაროს ბიზნესს შეიძლება 2028-ში კიდე გააყალბოს შეიძლება არ მაგას იზნოს მე 2 წელი რაღაც კრიზისი იქნება ისე და მე ბოლოს იტყვის რომ აი დავნიშნავ კაი არჩევნებს ქართველო ხალხო მე თქვენ მიყვარხართ და მე წააგებს და წავა და დავტოვებს ზურაბიშვილს რომელიც ცოცხალი აღარ იქნება იმედია მაგ პერიოდში და ზურაბიშვილი ორიან რაღაცა ეგეთი იქნება ამას დავტოვებს ან ჩერგოლეიშვილს კლადოს ღმერთო დედაზე ღმერთო აი ეგ რაღაც აიცი აი ვაის გავეყარე უის შევეყარე არის პირდაპირ გასის ხორცებული ბიზნესზე უარესი რა შეიძლება იყოს ამ დედამისის ამ ქვეყნის ზურგზე რომ დაждებია წამი აი ჩერგოლეიშვილი ერთადერთი აი მან რო დაწერა რა ქვია ზურაბიშვილი ანახე რაღაც სტატუსი აი ფეხბურთთან დაკავშირებით რომ ეს ვინ შევარდნენ უჯიშოები იყვნენ თუ რაღაც ეგეთი რო თქვა მართლა ოღო დაახლოებით ეგრე წარმოვიდგენია ჩერგოლეიშვილი რო გახდება ეს პრემიერი ან რაღაც ის რა ქვია ჩრდილოვანი მართველი საქართველოზე თავის დაბლოკებ ხალხზე და დაახლოებით ალბათ ეგრე ილაპარაკებს რომ აი ეს არიან გიგას რატო არ უსმენდნენ არა გიგას შეიძლება მოусმინო ადამიანმა უბრალოდ ანუ ორი ერთი და იგივე რაღაცის მოსმენა გიიწევს თუ გიგას და ჩერგოლეიშვილს უსმენს იმიტომ რომ ვიცით ხო გიგა ლაპარაკობს სახში და მე მეორე დღეს თამარა გარეთ ლაპარაკობს ამიტომ აზრი არა აქვს ეგ არის და მეორე არის ის რომ გიგას შეიძლება უსმენდა კიდევაც მაგრამ ჩერგოლეიშვილმა ჩაქთვალოს რომ არ უსმენ გიგას და მაინც დაგბლოკოს ამიტომ ხო ეგ ესე do if არა ხო რაღაც რო კითხო ეს რა ქვია არ ვიცი მაგასთან დაკავშირებით შეიძლება თამარამ გითხრას რა აი ეს პროვოკაციული კითხები არ გვიათ შეგბლოკავ შენ ანუ ხო არ ვიცი ნუ მოკლედ ძალიან არაბუნებრივად წამოიქაჩა ჩერგოლეიშვილი ეს ბოლო პერიოდი და ამჯერადე მაგის ხო და მოკლედ რა მაგრამ ჩემთვის არ გამოვაცა ბოლო ჯამში ნაციონალური მოძრაობის ჩანაცვლება იმიტომ რომ რა ხსიმართლე არის ნაციონალური მოძრაობა ბოლო და ხსიმართლეს ვერ ჩაანაცვლებ ბოდიში რა არა ვერ ჩაანაცვლებენ იმიტომ რომ ოღონდ მაგას მეორე მიზეზი აქვს ჩერგოლეიშვილმა თქვა რომ მაქსიმუმ 20% არის მაგის ეს რეინჯი ანუ არჩევნები რო იქნება 20%-ს ავიღებ არც კი აქვს პრეტენზია მეტზე ამიტომ არ ვიცი რაზე უნერვებობთ
არა, მე არ უნდა ვივლობ ჩერგოლეშვილი, მე კოლექტიურად ჩერგოლეშვილი, იაგო, ზურაბიშვილი და ლელო და გახარია ერთად. და ეს კოალიციური მთავრობა რა მივიღოთ. ზოგადად კოალიციური მთავრობა რა ყლეობა აქ ხო იცით, მაგრამ მაგათი კოალიციური მთავრობა რა მივიღოთ, ვაფშე შეიძლება იქნება. მე ეგეთი იდეა მქონდა. ხო. ხო, ეგ ნუ გაერთიანენ საბოლოო ჯამში, ყველაზე კარგი იქნება. მაგათთვის თუ ჩვენთვის? ჩვენთვის. რატო? მაგათვისაც პრინციპში. იმიტომ რომ ცხადი გახდება ეხა საბოლოო ჯამში აქეთა მხარეს თუ შეიქმნა ესეთი მკაფიო ოპოზიცია, ან მაგალითად რავი, რომ უკეთესი იქნება ყველა ერთად რო გაერთიანდეს, რასაც ვერ მივიღებთ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რა ვიცი, ნაცვლად მოძრაობა მაგას ცდილობს უკვე რამდენი ხანია ნომერი დათმო და რავი, ყველაფერი დათმო და მაინც არ გამოვიდა, მაგრამ ნუ ცხადი გახდება რა საბოლოო ჯამში ეხლა რა მართლა რამდენი ხანი შეიძლება გახარე ამ იმით გაიტანოს თავი რომ კოცებს ნაცებს ეძახის. და მასე თუ გააგრძელეს ის რა ქვია ოპოზიციის დისკრედიტაცია და ოპოზიციის ოპოზიციონერობა დიდი ხანი არ გამოვა. თან წარმოიდგინე ერთ გუნდში რო იქნებიან თამარა გახარია და ის რა ქვია იაგო. ანუ ხო შეუძლებელია რომ მეორე დღეს არ ვიცი არაფეთქდეს იქაურობა არ ვიცი რაღაც უბედურება არ დაემართოს და ამიტომ ჩვენთვის რა თქმა უნდა კარგია ეს ყველაფერი. ხო, გარანტირებული კლოუნადა იქნება კი რა თქმა უნდა, ეგ ძალიან კარგია, მაგრამ რა ვიცი ხა საბოლოო ჯამში მაგათი რაც მოტყარებს ყველას. ოღონდ. მაგრამ როგორ რაღაცა იცი? აი ხაბეიშვილი ამბობდა რომ და ხაბეიშვილს ყველა უნდა უსმენდეთ ამ დროის ამ მონაკვეთში. ხაბეიშვილი ამბობდა რომ ამათო ყოველთვის ისაინტერესებთ რა რაღაც ბანერზე უკან რა ნომერი მაქვს და რა ფერები არის და ბრენდირებული ფერი არის თუ არა ეს რანაირი მწვანე არის ახლა ეს არ არის ახალი ის მწვანე კაცო რა ახალი ის მწვანე არის რაღაც პრუსიული ყვითელი ან რაღაცა ეგეთ სახელები ხო აქვს ფერებს და რაღაც ყლებებს რო იგონებენ ხო მაგათ ესეთი ერთიანობა ბუნებრივად არ გამოვა იმიტომ რომ ეგოების ჯახი არის მაგათ იმაზე მეტად თუ ბიზნესა რო წავიდეს აინტერესებთ ისო თვითონ მოვიდნენ და არა ის რომ ბიზნესა წავიდეს შესაბამისად ეგენი ვერ გაერთიანდებიან საბოლოო ჯამში მაინც დედას მოწნა ერთმანეთს აგერ ლელო და გახარია ვერ გაერთიანდა ხო ნახე არა ხო მაგრამ ამ პარტიებს გარშემო ის თო ამბავი არ უწერია ხა რა მით უმეტეს ხა არჩევნებში თუ მიიღეს მონაწილეობა ვაფშე ნო ხა ფლან ეგეთი ყლეც არ არის ქართველი ხალხი რომ დაინახოს ესენი რომ არჩევნებში იღებენ 2024 წლის მერე მონაწილეობას და თქვა ასე რომ კაი ჰა იყვნენ ესენი ოპოზიცია პირიქით ეგ ჩვენ გვაწყობს ნაცებს ესენი განადგურდებიან ერთხელ სამუდამოდ არც ხო მან მთელი პრობლემა ის არის რომ საბოლოო ჯამში რაც მოხდა ხო წინა არჩევნებზე ნუ ეგ შედეგები საბოლოო ჯამში კაცმა არ იცის რა შედეგებია მაგრამ იმის დროს რა ქვია საარჩევნო კამპანიის დროს ცხადი იყო რომ რაც ხდებოდა ძირითადად იყო ნუ ეს ნაციონალური მუზრაობის ამორჩევლის რა ვიცი მე დატაცება და სპეცოპერაცია იყო ნაციონალური მუზრაობის წინააღმდეგ კაცო ეს ხო ვიცით ზურაბიშვილს მაგითო ეს გვარამია რომ გვარამიას შეექმნა ახალი პარტია ნაცმოძრაობა 2 და გაეკეთებინა ის რასაც ჩერგოლეშვილი ცდილობდა თავისი ევროპული საქართველოსთვის მაგრამ არ გამოვიდა და ეხლა ამას ასე თუ ისე გამოვიდა იმიტომ რომ ნუ ოფიციალური მონაცემებით კოსების მონაცემებით უფრო მეტი აიღეს ვიდრე ნაცება მაგრამ საბოლოო ჯამში ეხლა რავი რამდენი ის არის რა ქვია რამდენი ჯეიმს ვიკი არის რომელიც შეურაცხყოფილია იმ ფაქტით რომ 4-ის შემოხაზვა მოუწია და აწი აღარ დაუშვებს მაგ შეცდომას თუ იმედია არ ვიცი ხო და ნუ მოკლედ ეს პროექტი როგორც თუ გახსოვს თავის დროზე ევროპული საქართველოს საკმაოდ წარმატებული ეს იყო პარტია იყო და მე ნელ-ნელა ჩაიჯვეს და იგივე გამოუვათ ამასაც ხა ახალსაც ხო ანუ რეალურად საბოლოო ჯამში მაგას რაც უნდა გაიკეთებინე მაგ შედეგზე ვერ გავიდა რომ რა ვიცი ანუ ახალგაზრდობა მეტი მივიდა და ჯენს ვიკემმა მეტი არ ვიცი მეტად აქტიურია საარჩევნოებზე ეგეთი რაღაც არ მომხდარა რაც მოხდა იქ იყო რომ ნუ ერთადერთი რაც მოხდა იყო რომ ძალიან პატარა ბაბლი ეს NGO სექტორის და ნუ ვიღაც ახალგაზრდების მათ შორის რადგან მეტი პარტია იყო შესაბამისად მეტ პარტიაში გაერთიანდნენ და რაღაც პატარა ბაბლები შეიქმნა და ეგ მაგათმა არ ვიცი რა რაღაცის ხარჯზე ცოტა მეტი აქტიურობა აჩვენეს თუ რაღაც ცოტა მეტად გამოჩნდა ის რომ ახალგაზრდები პროცესში ჩართული არიან მაგრამ საბოლოო ჯამში მაგას არანაირი ის არ აქვს რა შედეგი არ აქვს ერთ-ერთი რომ ანუ ვის რა შეინტერესებს ახალგაზრდები აქედან დავიწყოთ და მე მეორე კიდე ანუ თვითონ ახალგაზრდებსაც აბსოლუტურ მრავლობას ყველაზე კიდე ეს ქვეყანა ხო და
სისულელია რა მოკლედ ანუ მე ვიღაც ჯენზი რო გამოდის და იძახის რომ რატო ჩაწერა დაცვა მოძრაობა 1000 ლარი პენსია ებაში რა ქვია საარჩევნო ხო ეს ეკონომიკურად შეუძლებელია ხო რაღაც სირიოზ პრობლემა რა ეკონომიკა რა პოპულიზმი რა ეკონომიკა რა ზლაპარაკო ბიზინა ყავს მთავრობაში და ეგ არის მოსაცილებელი რა მშველობა ნაცებს არ ჩაწერენ ებაში საარჩევნო სიაში ჯერ ერთი ჩემი აზრით ძალიან დიდი შეცდომა იყო ის რომ ნაცებისგან ოღონდ თორე სხვებისგან არც ველი არაფერს მაგრამ ნაცებისგან ძალიან დიდი შეცდომა იყო ის რომ რო არ ამბობდნენ იმას რომ ეს არჩევნები იქნება გაყალბებული და ყოველთვის მზად ვიყოთ ამის გაყალბებისთვის ანუ არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ მივიდეთ არჩევნებზე მივიცეთ ხმა მაგრამ მზად ვიყოთ არა მაგრამ აი ეგ ისევ ის არის ნაციონალური მოძრაობის მთავარი პრობლემა რაც იყო ბოლო 12 წლის 13 წლის განმავლობაში არის ის რომ სხვებს უწევენ ემას რა ქვია მაგას რას უწევენ ხოლმე სხვებს რა ქვია მაგ სიტყვას ანგარიშს ხებს უწევენ ანგარიშს რომ აი ერთობის გულისთვის მზად არიან რომ ყველაფერზე თვალი დახუჭონ და მზად არიან რომ ყველაფერზე არაფერი არ თქვან ხო და ეგრე იყო რა ზურაბიშვილზეც არ ამბობდნენ არაფერს ერთობის გამო იმიტომ რომ ხა ზურაბიშვილი ეს იყო რაღაც ცხარი იყო რომელსაც ლაპარაკი არ შეიძლება და მამა აბრამის ბატკანი იყო და რაღაცა და ეხა ხო გამოჩნდა რომ ყლე იყო რაც თავის დროზე რო ეთქვა ეს ნაციონალური მოძრაობას ეხა ესე სულელურად არ გამოჩნდებოდა თვითონ ნაციონალური მოძრაობა არჩევნების დროსაც რო ეთქვა თავის დროზე არჩევნების დროს ეს იყო მესიჯ ბოქსი რომ მივდივართ და ვიმარჯვებთ და არწმუნებული ვარ ნაცებში ყველამ ძალიან კარგად იცოდა რომ ვარაფერს არ იმარჯვებდი და შეჭამდნენ მაგათ ჩემს მაგრამ არ თქვეს იმიტომ რომ ხო მე არ გვინდა ეს ოპოზიციური ერთობა და ვაგნერიოთ და რაღაც სისულელე ხო და მივიდნენ ახლა იმ რეალიზაციაზე საბოლოოდ რომ აღარ უნდა გაყოლენ სხვებს და სისულელეებზე აღარ უნდა აყოლენ რა რაც კარგია ეგ თავიდანვე ყლეობა იყო იმიტომ რომ თუ გახსოვს ეს რუსული კანონი რომ მიიღეს მე იმის ნაცვლად რომ ანუ არ ვიცი მე ხალხს დალაპარაკებოდნენ რომ რა ხალხო ანუ მიიღეს კანონი და ჩვენ რაღაცა გავაკეთოთ და ანუ არ ვიცი რამე შევცვალოთ ეგრევე რაღაც როდის მოხდა ეგ არც მახსოვს ზაფხულში რა ანუ ივლისში ან აგვისტოში ხო გაზაფხულზე მიიღეს მაისი იყო ტიპებმა ხო ნუ მაისი მით უმეტეს ტიპებმა მაშინ დაანონსეს რომ აი ოქტომბერში არჩევნები იქნება მაშინ წავედნენ კოცები და ჩვენ ამ კანონს უკან გავიწევთ ანუ იმხელა რა ვიცი მე ანუ 200,000 გამოსული კაცი ხუჩაში და დაამშვიდეს ეხლა კოპიუმი აჭამეს რომ ანუ ეგეთი დიდი ყლეობა და ეგეთი დიდი გადაგდება ხალხის ზოგადად არ შეიძლება ბიზნესაც კი არაა გაკეთებული პროტესტი გადაგვა არჩევნებზე ხა ხო ხალხი მართლა აჭამეს ეგ რომ ანუ თავრობამ რომელსაც არ გაითვალისწინა 200,000 ადამიანი ქუჩაში გამოსული და მათ შორის იყო დარბევები და ანუ არ ვიცი 1000 უბედურება რატომღაც გაითვალისწინებდა ამ ადამიანების არჩევას და ეს რა ქვია წავიდა დემოკრატიულად ხილისხმულებიდან აი ეს ჩემი აზრით რა და მაინც არ თქვეს და სულელები არიან მაგის გამო სულელები უბრალოდ და ეხლა თუ სწავლებენ ჭკუას, კაი დროსია, მაგრამ ისწავლონ ეხლა და იქნება შემდეგი 1 წლის განმავლობაში რამე ისე მაინც გამოჩნდნენ, რომ აი ჩვენ ერთ-ერთი პრინციპული ოპოზიციური პარტია ვართ და რაღაცა დებილი ლიბერალები მიხვდნენ იმას, რომ აი კიდე ხავს მიშა რო ეს არის რა ქვია აი მიშა რო დადიოდა და თვითონ რა აკეთებდა რაღაცებს და 1000 ლარს პენსიას ისო კიდე ხავს ჩვენს ბაბლში მაგრამ ნუ ესენი არიან პრინციპულები და ნუ რეაქნად მივცეთ ერთი შანსი მივცეთ იქნება მივიდეთ მაგამდე არ მჯერა მაგის იმება მივიდეთ იქნება მივიდეთ ხო თან ეს რა ქვია ეს არჩევნები ძალიან არასერიოზული იყო იმ ამბავში რომ ანუ ყველა ეგრე ლაპარაკობდა რომ ესა აზრი არა აქვს ის შემოხაზა მთავარია ეს რა ქვია ქართული ცნება არ იყოს და მე ეს რა ქვია იგივე ხალხი ლაპარაკობდა რომ ეს ეხლა ამის დრო არ არის ესეთი რაღაცები არ გვიდა თუ გასაკრიტიკებელია გავაკრიტიკოთ ანუ შეგამოყლებებულად შენი ბრალია რომ ეხლა გახარე 100 წელი 10% და ის გვიტყნავს და სისულელებს ლაპარაკობს შენ რო არ აგეწყო მთელი კამპანია მაგაზე შეიძლება რომ ეხლა ქონდა რა ვიცი 5% 10-ის ნაცვლად და ჩაჯმული იქნებოდა მაშინ როცა რა ვიცი ნაცებს შეიძლება რომ 20% ქონოდათ და მეტი შესაბამისად მეტი ლეგიტიმაცია ქონდათ მაგრამ ძალიან დიდი პრობლემაა სხვა შორის ახლა ჩაგეჭრები ბოდიში ძალიან დიდი პრობლემაა ის ფაქტი რომ ოპოზიციის ამ 4 პარტიიდან არც ერთს არ აქვს
ბევრად მეტი ხმა ვიდრე დანარჩენებს. იმიტომ რომ ხნო ახალს ყველაზე მეტი კი აქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში 1%-იც მეტიც კი არა აქვს ნაცებზე, ხო და ვერც ერთი ვერ გამოვა და იტყვის რომ მე ვარ მთავარი ოპოზიციური პარტიაო და შესაბამისად ჩასაფრებულები არიან რომ მეორეს გამოღადრონ ყელი და თქვან რომ იმის ხმები ჩაიწერან მე თვითონ რა. ხო და ერთი დიდი ლიდერი პარტია რო არ აყავთ, რა თქმა უნდა მე არიან ესე იმპოტენტებად და ასე იმპოტენტებად იქნებიან სულ. აი 2020 წელს 2020 წელს თუ გახსოვს ნაცები იყვნენ პირველ ადგილზე, თან ტყიცე პირველ ადგილზე იყვნენ და ეგენი მაგათ მიყავდათ პარადი. ოღონდ უნდა გავითვალისწინოთ ის რომ მელია იყო მაგალითად მაგათი თავმჯდომარე და მელიას არაფრით წაყვანა არ შეუძლია და შესაბამისად ეგ პარადიც ძალიან ცუდად მიყავდა. და შესაბამისად მე შევარდნენ თავით ემაში რა ქვია პარლამენტში გამოსილებულები. ხო, შარლ მიშელ პრობელზეც სხვათა შორის ხაბეშვილს ხელი არ აქვს მოწერილი, აგერ იაგოსთან თქო და ეხლა გამახსენე. ხო, კი ბატონო. ხო და მან თავარი ის არის კიდე მე ევროპას რო აპარალებენ, რომ ყავ ეხ შარლ მიშელმა დაგვაძავა და რაღაცა. შეგამოსილებულო რამდენი ხანია გეუბნება ამორჩეველი ნაცებს გულისხმობ ამ შემთხვევაში. ნაცებო რამდენი ხანია გეუბნებით ჩვენ ამორჩევლები, რომ ჩვენთვის არა აქვს მნიშვნელობა ევროპა არ არის ჩვენი ეს რა ქვია რაღაც მორალური უზენაესი და რასაც ის გვეტყვის ეგ არ არის თავარი. თავარი არის ქვეყანა და ქვეყნის გამო ანგარიშს კი არა ქვეყნის მაგივრად ანგარიშს რატო უწევ ევროპას რა შარლ მიშელმა თქვა რომ დაალაგდით ეხა და შედით და რაღაც სისულელები არ შესულიყავით ძმაო და ეხა ბევრად უკეთესი შედეგი გვექნებოდა მაგრამ ნუ ეხა წარსულზე ლაპარაკს აზრია და აქ რა მოდი ვილაპარაკოთ მომავალზე ხო მაგრამ მაგაზე დავამატებ კიდე ერთს რომ ეს რა ქვია მაგ ევროპაში ეხლა და ნუ ევროპის კავშირში ანუ ეს ლობიზმი და რა ვიცი მე ვიღაცის მოსყიდვა რაღაცებს ჩვეულებრივი ამბავია რა, რასაც ქართულ უცნებად ძალიან ხშირად აკეთებს და რა თქმა უნდა იგივეს გაკეთება შეუძლია, ნუ მათ შორის ვაჭრობა. შეუძლია გააკეთოს რომ ოპოზიციამაც, მაგრამ ესენი არიან იმის ანუ მართლა იმპოტენტის პოზიციაში რომ ანუ ვაიმე ევროპარლამენტარმა გითხრა რომ შედით პარლამენტში და ახლა როგორ არ შევიდი ანუ რაღაც ეგეთი იწარწრა. ელეგანტურად ვეტყვით და რაღაცა და მე ხუთზე უკეთესი რითი ვარ და ეგეთი რაღაცები და ევროპა არის ყლეების კოლექტივი. ხო და რა ვიღაც სირივე რაღაცას დატვიტავს იმაზე რა ქვია რა ვიცი მე არჩელო ხალხო მე შენი მიჯერა რაღაც სიროვებს მე ესე დაატარები და კეთიკით და ანუ მართლა თუ ანუ ეხლა მართლა ის რა ქვია ვაღიაროთ თავ ერთადერთი ადამიანი ვინც ესე პირდაპირ ელაპარაკებოდა ევროპარლამენტარში იყო მიშა. ანუ უთხრა იმართლე რომ ანუ 2008 წლის ომში მაგას ეს იყო ყლეები და არ დაგვეხმარნენ ნორმალურად და რეზოლუციაც კი არ მიიღეს ნორმალური საქართველოსზე და დიდი მძღნელი ჭამეს მე აგერ უკრაინის სახით აქ. მაგრამ ანუ ეგ აქვს თავარი რა ეხლა საბოლოო ჯამში ოპოზიციის ანუ იმპოტენცია მანდაც ჩანს ანუ არა მარტო შიდაველზე ჩანს რაც ანუ ცალსახად იგრძნობა რომ აბსოლუტურად რა ვიცი უნაროები არიან გარეთაც ისინი არიან რა ქვია რატომღაც იმის პოზაში არიან რომ აი რაღაც ევროპარლამენტარებმა იქნება ევროპა რა უეთქვის ხო ხო არა კვეცხებიან რა და ხოდა რაც შეხება მომავალს კიდე რა ვიცი ხა რა უნდა ვირამოთ ხა რამდენი რა 26 მარტი არის უკვე ამ ვიდეოს ჩაწერის მომენტში არის 26 მარტი მალე იქნება დიდი აქცია 31 მარტს. ხო, გამარჯობა შენი, აი მომავალი ძმაო. 31 მარტს სალომე ზოურაბიჩ, შაროუმე ზოურაბიჩვილმა დაგვიანონსა დიდი მარში, ლიტერალური ალბათ რაღაც გმირთა მოედნიდან პარლამენტამდე და მერე სახლამდე. კიდევ ერთი ბზარი დაედება დასუსტებულ რეჟიმს. კიდევ ერთი ფარდა ჩამოიხსნება, რომლითაც ჩვენ უკვე ეხლა ვხედავთ ბიზნეს, ანუ მხოლოდ ზედა ნაწილს სადაც გაშლებული. აი როგორ ამაში შემდეგ შეძლოთ რომ აი უკვე ლეყორის დავინახოთ და გამოჩნდება რომ აი დინამიკაში ვარ გასიებული. ო არა. მან რა შეიძლება ხარ აი რატო არის 31 მარტს დიდი აქცია? ანუ რამე განსაკუთრებული რიცხვი არ არის, ხო? შესაბამისად 31 მარტს ანუ განსაკუთრებული რა, ანუ რაღაც სიმბოლური რიცხვი არ არის. 231 მარტია. ოკეი, გასაგებია. ქალბატონ პრემიერს მეთქი ბროდიში პრეზიდენტს ალბათ. ხო, სხვა დღეს არსალია და 31 ჩაეშ და რაღაც იქით. ხო, და შესაბამისად რა არის, ხო, 31-ში უნდა გვითხრან დიდი გეგმა და რაღაცა კოორდინაციის დიდი გეგმა, რაღაც სირობა.
ჩემი აზრით, თუმცა ამას დარწმუნებული ვარ არ იზამს, მაგრამ ძალიან მაგარი იქნება ზურაბიშვილი გამოვიდეს და გითხრას რომ არჩევნებს დაველოდოთ. მაგარი ძალიან მაგარი იქნება, იმიტომ რომ ცოცხლად შეჭამს იქ ხალხი, იმიტომ რომ ახლა მაინც საბოლოო ჯამში უნდა თქვეთ რომ აქეთ ვინც ვართ, უმეტესობა გამოსირებულები არ ვართ, просто გამოსირებულებს ალაპარაკებს მედია და გამოსირებულებს გვასმენინებს და მე ჩვენი დემორალიზაცია ხდება და გგონია რომ გამოსირებულები ვართ აქეთ ყველანი. მაგრამ არ ვართ გამოსირებულები უმეტესობა. ხო და ეგრო თქვა ზურაბიშვილმა იქვე გაძიძიქნის ხალხის შუაზე. ჩემი აზრით იქ უნდა იყოს, ახლა აი ბატონო ნაციონალურ მოძრაობა ახლა თუ გვისმენთ ჩვენ. ჩემი აზრით ჩაიწერე ეს ყველაფერი. ჩაიწერე ეს ყველაფერი. იქ უნდა იყოს კონტინგენტი. დიახ. ჯიბეში გედოს მიკროფონი, რომელიც მიერთებული იქნება სპიკერზე. კაროჩე, იქ უნდა იყოს კონტინგენტი. ნაციონალური მოძრაობის ძალიან ბევრი ხარდამჭერის და პლუს პოლიტიკოსების, რომელსაც სათავეში ჩაუდგება თავადი ლევან ხაბეიშვილი და რომელიც უნდა იყოს ჩასაფრებული ნებისმიერ ჩაჯმაზე, რასაც ზურაბიშვილი გააკეთებს იქ, როდესაც ხალხს მიმართავს და ჩაჯმა აუცილებლად იქნება. ეს ჩაჯმა თუ იქნება საერთოდ ეს რა ქვია, არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა და არჩევნებამდე დავიშალოთ, თლად გადასარევი. ნუ რაღაცა ეგეთ ჩაჯმას უნდა დაელოდოთ იმ დღეს იქ, თქვენი თუნდაც 300 მხარდამჭერით და ორი პოლიტიკოსით იქ და როგორც კი ამ კვლევას იტყვის, იქ უნდა ამოხტეს ბატონი ლევან ხაბეიშვილი თავის წინდებიდან და უნდა თქვას რომ გაახსენოს ყველაფერი. შენის არა ხარ კაცო, რა ქვია მე დინარე ცხინვალი დავბომბეთო რომ ამბობდი კაცო. შენის არა ხარ კადჟები მიდიან, კადჟები არ მოდიან რომ ყვიროდა და წამოდიო, დიალოგზეო. შენ ხო მაინც რაღაცებს რომ ღერო და შენის ყველაფერი უნდა გაახსენოს. კაროჩე, ხალხი უნდა მოხოდოს იქ, ვინც იქნება ყველა რომ ზურაბიშვილი უნდა გაიპუტოს იქ. ხო და ამასთვის უნდა მზად იყო ყველა შემთხვევაში აუცილებლად ეს პროვოკაციას უნდა და ზურაბიშვილისკენ უნდა გამოიყენო რომ დედა მოუტყნა იქვე დაასრულა ზურაბიშვილის კარიერა და მე მაგას რო გააჟღერებ უკვე შენ იქნები გმირი. გინდა არ გინდა ხა მან ვერანაირი ნანსი წოლანდები და ვიღაცები ვერ იტყვიან იმას რომ აუ ეს ხაბეიშვილი სოფლელია, ნუ ინგლისური არ იცის და რაღაც სიროლებს ვერ იტყვიან. იმიტომ რომ ეს ქვეყნის მოღალატე საჯაროდ მასკენე რა ქვია ჩაქოლე ასე რომ ვთქვათ. თუ პირდაპირ ჩაქოლავენ ამასაც არ აუშავს. ხო და ეს აუცილებლად უნდა გააკეთონ რა, აუცილებლად უნდა იყოს იქ კონტინგენტი ხალხის, რომელიც მზად იქნება რომ ნებისმიერ ზურაბიშვილის ფეხის წამოყრა გამოიყენოს იმისთვის რომ ზურაბიშვილი იქ პოლიტიკურად დაასრულოს. იმიტომ რომ ფაქტობრივად მახეში აქცევს თავს ეხლა რა. ის 31 მარტი ჩაიწერა. 31 მარტი ჩაიწერა იმისთვის რომ რაღაცა გაიფორმოს ეხლა რა. ყველა უბრალოდ ეხლა არ შეკრებდა ახლა ხალხს. თუმცა არაერთხელ გაუკეთებია აქამდე, მაგრამ ეხლა რაღაცა უნდა უეჭველი. ხო და ეს უნდა გამოიყენოს ნაციონალურ მოძრაობას. მეც მგონია რომ ხო მან მათ შორის თუ რამე კონკრეტულ სარიტყვის მაგაზინს კი შეიძლება რომ დაეჯოს. იმიტომ რომ და ლაივში ეთქვა ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იქ გამოსვლა. კი, აი მაგ შემთხვევაში რომ რამე კონკრეტული არ თქვას და უბრალოდ რაღაცები იბოდიალოს როგორც ჩვევია, რაღაცა მე შთამომავალი ვარ პირველი რესპუბლიკის და მიყვარს ძალიან საქართველო. რაღაც ეგეთ სიროები რო ელაპარაკოს მაგ შემთხვევაში უნდა იყოს ხალხში პროვოკატორები უნდა იყოს ჩადმერგილი, რომლებიც დაიწყებენ იქ ყვიროს, რომ რამე გითხარი და რაღაცა. ამ შემთხვევაში და მე უკვე ესენი აიყოლიებენ ხალხს. იმიტომ რომ ბევრი თუ ეყოლება ახლა 5-10 კაცი თუ ეყოლება სხვადასხვა ადგილზე, წერტილებზე ესეთი რომელიც ამას იტყვის, მე უკვე მთლიანი მასა აყვება ამას, იმიტომ რომ ესე მუშაობს მასა ზოგადად. ერთი რო გამოიღებს ხმას, ამაზე შეიძლება ჩართულობა რომ ეს გიჟია. მე მეორეც რო ამოიღებს ხმას თან შორს, მე იტყვენ რომ მოიცა რაღაცა კონსენსუსი არის აქ. მე 3-4 კაცი რო ყვირის ერთ და იგივეს, მე უკვე მასა ბრბო არის ხო ვიცით და აყვება ამ ყველაფერს. მით უმეტეს თუ სჯერათ ამის და ვიცით რომ სჯერათ. ხო და ყველა შემთხვევაში კაროჩე ეს უნდა გამოიყენოს ნაციონალურ მოძრაობამ და ეხლა ამის ყვერები გაქვთ თუ არა თქვენ არ ვიცი, მაგრამ უნდა გამოიყენოთ. ხო გამოხვედით ბატონო ლევან და ხო ყვირით ეხლა რაღაცებს იმაში ლაივში. ხო და ეხლა ლაივში რა გაიყო ტელევიზორში და ეხლა ლაივში გააკეთეთ იგივე. რა ვიცი მეც ვერ გეტყვი არაფერს. ეს არის ჩემი რჩევა. მე პარტიის სტრატეგოსი არა ვარ, მაგრამ ჭკვიანი ვარ ზატო და აგერ გეუბნები. ხო რა ვიცი, მეც რა შეიძლება ვფიქრობ რა. არა მე აბსოლუტურად გეთანხმები კი არა, აგერ პოლიცია მომადგა უკვე კარზე, იმიტომ რომ იმიხსნა რომ ეს ერთადერთი ხსნა არის და ამიტომ ჩვენი ლიკვიდაცია უნდა უკვე.
Teraz pichrobi se, ჩვენ სცემო რო დაგვაპატიმრო, ან მაგაზე რაზეც ხარ. ანუ მოითმეს ამათ ქართველი ხალხი. აი ზა კომიკური იქნება, მაგრამ ხო არ ვიცი. იმედზე რო აცხადებენ. ხო. დავისვენებთ, იმიტომ რომ ხა ციხეში დედის შოუს ავს ვერავინ ვერ მოგწონს რომ გადავიღოთ, ამიტომ ყილევეს კარგიც იყოს ჩვენთვის. ო, აი დაშვებულებაში გავალთ რა. და მე რო გამოვალთ უკვე ფლაგიურიელი იქნება. ბოდიში რო д სიტყვა თქვი, მაგრამ ეს უბრალოდ უნდა ზატო რო გამოვალთ მე მაგ ციხიდან უკვე 30 წლის მერე რამდენსაც მოგვიჯიან ტერორიზმის მუხლით ალბათ რო გამოვალთ მე რა მაგარი იქნება ის დედის შოუ 3 იცი რატო იმიტომ რომ დედის შოუ 2-ში ხო ამბობ რომ ეს ყოველ 23 დეკადიანი გადაცემა არის ყოველ 3 დეკადაში ერთხელ არის თქო და გამოვალ და ზუსტად 3 დეკადა იქნება გასული და მე მოვცხოთ ერთი დედის შოუ 3 და იმენა ჩაი 24 საათიანი დედის შოუ გავაკეთე მომავლის საქართველოში უკვე აფწყინებული ბერიაში. არა, შენ რო დაგვიჭიროს სხვათა შორის ის რა ქვია, იქ თუ გექნება სიტყვით გამოსვლის საშუალება, შეიძლება ეს რა ქვია, ამას დიდი იმპაქტი ქონდეს საზოგადოებას, წარმოიდგინე. ფაქტობრივად მასებს ელაპარაკებს. სამართლოდან პირდაპირ რო ყვილი კი, რა თქმა უნდა. ამიტომ აქედანვე გავაფრთხილებ იმას, რა ქვია, ქართულ ოცნებას, რომ ჩვენი დაჭერა საშიშია. არ გაწყობთ, ხო, ხო იცი, რავი, იმედი ჟურნალისტო, რომელიც ამას უსმენ ხა, იმიტომ რომ ში გაქვს. არ ვიცი, მე 54 წუთია. ხო იცი, რომ მე რო მომისმინოს ქართულმა ხალხმა, მე მათ გავალღვიცებ, რა და არა გაწყობს კაცო და ეცი ეს ბიძილას. ხედა რა მაგრამ დავიცავ. მე მაშინ დაკარგულ ნაც გამოგვაღვიწე შევაფხიზლებ და შემოულაწუნებ. ოკეი, ბატონო. ხო, არა, ეს ხუმრობით, მაგრამ სერიოზულად ხა ნაცოვა მართლა არ არის, რა ქვია, ეს ხა წამოსაკრავი ამბავი, ეს არის მართლა იდეოლოგიური ამბავი და ჩვენ თუ არა აუცილებლად გავაკეთებთ ამაზე იმას პოდკასტს აგერ დავაანონსოთ ბარემ რომელიც ხო კიდევ ერთხელ იმიტომ რომ წინაზე ვერ ჩაიწერა ეს ამბავი. აი ესეთი რაღაც რო დაგვემართოს რომ ხმა არ ჩაიწეროს ეს გადაცემა გადავა ფიზიკურ რეალობაში, ფიზიკურ სივრცეში და ოღონდ ლაივში ანუ ცოტა წინ ზუსტად იგივე თქო რასაც წერაზე ვთქვი ახლა. ლაივ ფორმატში ოღონდ ლაივ ანუ ცოტა ხორციელ ფორმატში და არა ეხა ესეც ისე გამოდის რომ ვიღაცა დაუჯდები სახში და ესე ველაპარაკები. არა რა როგორ თქვა არ ვიცი კამერის წინ ვიჯდებით, ვისხდებით. და არა ლაივი როგორც ცოცხალი გადაფლია და არ ვიცი რა ვიცი ქართულზე და შევეცი შენ თქვი კამერის წინ და არა ციხეში. მოდი ეს ყველაფერი თქვენ მეტი არაფერი. მაგრამ ხო ისა და რაც წინაზე ვთქვით რომ დაგვიწერონ ის რა ქვია პოდკასტის ან რა ვიცი რაც იქნება გადაცემის სახელი. ხო, ისა 7 არ გავიკვალეთ დაწერეთ რაც ხო სახელი არ ვიცით რა იქნება. საუბრობ დამაშენზე ალბათ არ იქნება ხო და დაგვიწერეთ 7 პარაგრაფიანი კომენტარი იმასთან დაკავშირებით თუ რა უნდა იყოს სახელი და რატო უნდა ავირჩიოთ თქვენი სახელი. მე და რატი პირადად ამ კომენტარებს აუცილებლად წავიკითხავთ. და აუცილებლად უპასუხებთ ასევე 7 პარაგრაფით მინიმუმ ოღონდ. ესე უნდა იყოს მოკლედ და გითხარით რატო უნდა იყოს მაგალითად აი თქვენ არჩიეთ მდუღარე მძღნელი თქვა და უნდა გაგვიმარტოთ რატო უნდა იყოს მდუღარე მძღნელი. აუცილებლად მინიმუმ 7 პარაგრაფი უნდა დაგვიწეროთ, თორე ისე არ წავიკითხავთ. ხო და რაც თავარია მაგ კომენტარებში თუ ახსენებთ ისეთ სიტყვებს რომელიც ალგორითმს მოსწონს და მე სხვებს ანახებს ამ ვიდეოს ფლად გადასარევი იქნება ვაფშე. ასევე გამოგვიწერეთ და დაგვასუბსკრაიბეთ და კიდე რა დაგვი კომენტარი გვთქვით და გამოგვილაიქეთ და გამოგვიწმინდეთ ტრაკები ალბათ არ ვიცი მე მაწყობს ეგ შემოთავაზება შენ რატი? მეც მაწყობს. კი ბატონო. აი ეს არის და ეს. მადლობთ ყურადღებისთვის ამ 57 წუთზე. მოდი დავასრულოთ ჩვენი რეკორდინგი. ნახვამდის.